რა ხდის მაღაროებების მოთხოვნას პრინციპულად მიუღებელს ხელისუფლებისთვის. რა არის ბარიერი, რაც ხელისუფლებისთვის რაღაც რკინის ფარდაა და რო გამორიცხულია უბრალოდ ეს შეასრულოს. ან თუნდაც ნაწილობრივ წავიდეს ამის რაღაცა კომპრომისზე. მან ძალიან მარტივი იდეოლოგიური ინტერესია ის თუ მათი პირადი ინტერესები სად გადის, ეგ კარნახობს იმათ, რომ სახელმწიფო პირადი ინტერესებზეა საუბარი, იმიტომ რომ როცა სახელმწიფო რაღაც ფლობაში შემოდის რაღაცა ამა თუ იმ ბიზნესის და რესურსის ფლობაში შემოდის, სახელმწიფო ფლობა გულისხმობს იმას, რომ ეს არ არის კერძო და სახელმწიფო ყველასია. ანუ სახელმწიფო იდეაში შეიძლება მართლობა გამოიცვალოს, სხვა ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ასე შემდეგ. ეს ბერკეტები და ეს მექანიზმები ჩადებულია სახელმწიფოს იმ ფორმაში, რომელიც დღეს საქართველოშია, ხო? მართლობის ფორმაში და რადგან ასეთი მოცემულობა არსებობს, არავის არ აქვს ის ინტერესი, რომ სახელმწიფო ფლობელობაში იყოს რაღაც ასეთი მსხვილი ბიზნესი. ყველას უნდა რომ პირად ფლობელობაში იყოს. რა თქმა უნდა, მან ხო ორი აზრი არ არსებობს. წარმოვიდგინოთ, რომ ყველასთვის გასაგები რო გახდეს, ასეთ მარტივ ანალოგიას მოვიყვან, ხო? წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა კორპუსია, სადაც რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. ეს კორპუსი თუ არის ყველას ფლობელობაში, ეს ერთი მოცემულობაა, იქ მაცხოვრებელი ადამიანების ფლობელობაშია და არის ერთი მაცხოვრებლის ფლობელობაშია და დანარჩენები გადასახადს იხდიან ქირის ფულს. ხო? ეს არის მეორე მოცემულობა. ეხლა იმ ერთ ადამიანს რომელი მოცემულობა უფრო აწყობს, რა თქმა უნდა, მის ფლობელობაში როა, ანუ თუ ხელისუფლება არის იმ ადამიანის ხელში, ვინც მაგ გადაწყვეტილებას იღებს, მისთვის პრინციპულად მიუღებელი იქნება, რა თქმა უნდა, რომ ეს უსვამს ყველას ფლობელობაში გადაიყვანოს. ყველანაირად მიდრეკილი არის ის პრინციპულად არის მიდრეკილი იმაზე, რომ მხოლოდ თავის ფლობელობაში დატოვოს, ხო? ამიტომ ხელისუფლება, დღევანდელი ხელისუფლება შედგება მასეთი ფინანსური ჯგუფებისგან, რომლებიც თავისი პირადი ინტერესი, პირადი ბიზნეს ინტერესები და გამომდინარე უდგებიან ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ და ზოგადად ქვეყნის რესურსებს. ანუ ქვეყანას როცა აქვს რაღაც სტრატეგიული რესურსი, ეგ ყველაფერი არის პირად ფლობელობაში გადატანილი, გაფორმებული. თან პირად ფლობელობაში როგორ თვითონ არის ხელისუფალი და თვითონვე გააფორმა ასე. და მაგ პროცესს რა თქმა უნდა წინააღმდეგია, რომ ეგ პროცესი შეტრიალდეს. და ეგ პროცესი გადავიდეს რაღაც ისეთ მოცემულობაში, რომ თვითონ თქვა თუ დაკარგავს მართლობას და სხვის ხელში გადავა, მის ფლობელობაში აღარ იქნება, ხო? ამიტომ აქ თავისთავად ცხადია, რომ დღეს რანაირი მართლობაც არის საქართველოში, რანაირი ადამიანებიც არიან მართლობაში, ეს არის ჩვეულებრივი ფინანსური ბიზნეს ჯგუფი, რომელიც ყველაფერს სახელმწიფოებრივ საკითხებს უყურებს მაგ გადმოსახედიდან, თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე უყურებს. ეს ყველაფერი არის ძალიან გავს იმ მოცემულობას. საერთოდ არსებობს ასეთი წყობა, ხო? კაცობრიობას, ეხლა ეგ ფილოსოფიისთვის ცნობილია. არსებობს რამდენიმე წყობა, არსებობს მონათფლობელობა, არსებობს ფეოდალიზმი, არსებობს კაპიტალიზმი, სოციალიზმი, კომუნიზმი და ხო, არსებობს რაღაცა შუალედური დაბალანსებული, ხო? ეხლა ფეოდალური წყობის შემდეგ საზოგადოება გადადის კაპიტალისტურ წყობაზე, ხო? ეგ ხო ჩვეულებრივად ცნობილია ფეოდალური წყობის მომდევნო ეტაპი არის კაპიტალისტური წყობა. საქართველო არის ველური კაპიტალიზმი. საქართველოში არ არის დაცული
ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანების უფლებები. ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანების უფლებები საქართველოში არის აი თავიდან ბოლომდე შეწირული მსხვილი მესაკუთრე ბიზნესმენების უფლებებზე და სხვათა შორის ძალიან საინტერესო თემას ეხები და მე დღეს ვნახე ხა მედიაში, არ ვიცი გუშინდელია თუ გუშინწინდე, მე ხა ვნახე აი ბაჩიაშვილს ხო ედავებიან ხა რომ რაღაცა მოიპარა თუ რაღაცა და ქვეყნიდან წავიდა ეს ადამიანი და ქართულმა მართლმსაჯულებამ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის არჩევით და ამ ბაჩიაშვილს დააკისრა 9000-მდე ბიტკოინის გადახდა. ხა მეცხადია არ და ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას რომ არ ეკუთვნის და არ არის მართალი ბიძინა ივანიშვილი, მე სამართლებრივ საკითხებში არ შევდივარ, არ ვიცი. ალბათ გქონდა საფუძველი, მაგრამ მე ლაპარაკი რაზე მაქვს. ჩვეულებრივი მოქალაქე მასე ვერ პოულობს სამართალს. აი წარმოვიდგინოთ, რომ ბატონი ივანიშვილი მართალია და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, რომ რაღაცა თანხა, მისი კუთვნილი თანხა ვიღაცამ დაისაკუთრა უკანონოდ. შეიტანა, კი ბატონო, იურიდიულად ეკუთვნის, დაამტკიცა ყველაფერი და სასამართლომ გამოიტანა შესაბამისი განაჩენი. აქ უკანონობა კი არ არის რამე პირიქით, მაგრამ აი ჩვეულებრივმა, ჩვენნაირმა რიგითმა მოკდავმა ბჭყარებში იგივე მტკიცებულებები რომ წარადგინოს, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეგრე იპოვოს, ჩვენ გვახსოვს რამდენიმე კვირის წინ ამ ეხა სამართლიანობის აღდგენა რო დაიწყეს ამათმა ქალბატონი წულუკიანის ეს კომისია რო არის. იქ ერთი ადამიანი იყო, მე მგონი ბიზნესმენი, რომელიც ამბობდა, ბატონ სოზარ სუბარს ეკითხებოდა, რომ აი ეს ყველაფერი გამამართლეს, მაგრამ კუთვნილი ქონება ვერ დავიბრუნე. იმ ადამიანმა ხო ვერ იპოვა სამართალი, ხო? აღარავერებზე საერთოდ ლაპარაკის ზედმეტია სამართალი იპოვა კი არა, უსამართლობა ემატება და საერთოდ ახლა რო წარმოვიდგენ რა დონის უსამართლობა ხდება ამ ადამიანების მიმართ. ნორმალურ სახელმწიფოში სახელმწიფო უნდა იცავდეს და ეხლა ციხეში არიან ეს ადამიანები. ხალხო ეგ საერთოდ გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ ყველამ, იმიტომ რომ ნებისმიერი შეიძლება ხვალზე აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ ეხლა აქ ამის გაფორმება ხდება. ხვალზე კი არა აღმოჩნდებით. ჩვენ უკვე ეგრე ვართ. აი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ეს მოდის. ჩვენ რაღაცა სხვა მოცემულობაში კი არ ვართ. ზუსტად იგივენაირი მოცემულობა ყველას მიმართ. უბრალოდ საჭიროება ჯერ ვიღაცებთან მიმართებაში არ დამდგარა, შეიძლება საერთოდ არ დადგეს ვიღაცებთან. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მოცემულობაშია ვინმე. ყველა ადამიანი არის იგივენაირად მოწყვლადი დღესვე. რაღაცა ისე კი არ არის მომავალში. აქ ანუ დღეს ისე კი არ არის, რომ რომელიღაცას საქართველოს აი ჩვეულებრივი მოქალაქე რო გააჩერო, მის პროტესტს და მის ხმას რაღაც მეტი წონა აქვს, ეგრე არ მუშაობს. ყველა სინამდვილეში აი იმ მოცემულობაში ვართ, რასაც რა რეალობასაც დღეს ვუყურებთ. მაღაროელების პროტესტი დასრულდა იმ კუთხით დასრულდა, მე ლაპარაკობ ორგანიზატორების პროტესტზე, ციხით დასრულდა. ეგ ხო გამოხატავს რანაირი ქვეყანა, ანუ ადამიანები ცდილობდნენ რომ რას? აი მოდი ჩამოვაყალიბოთ რას ცდილობდნენ. ცდილობდნენ იმას რომ რაღაცა კაბალური პირობები, სადაც გაუსაძლისი პირობების თავაზობდა დასაქმებელი, საერთოდ ხელფას არ აძლევდა და მაგ მოცემულობაში ცდილობდა რაღაცა სამართლიანი პირობების მოთხოვნას და შედეგი მიიღო ის, რომ ტელევიზიები ძალისხმევით, გაშავების ცდილობებით ის, რომ რაღაც თან გაავრცელეს ის აზრი, რომ გვერდში არავინ არ უნდა დადგომოდა, ის, რომ რაღაცა თვითონ პროტესტანტებშიც რაღაც ბერკეტები გამოიყენეს, რომ მათაც რაღაც აზრთა სხვადასხვაობა გაჩენოდათ და დაპირისპირება გაჩენოდათ და ასე შემდეგ. ან ყველანაირი მეთოდი გამოიყენეს ამ პროცესის ჩასახშობად. რა ბერკეტებიც აქვს ხელისუფლებას და ბოლოს მივიდა იქამდე, რომ საერთოდ რაღაც წლობით ციხეში უშვებენ, ხო? ეგ არის ყველა მაგ მოცემულობაშია. თუ კი რაღაცით უკმაყოფილო იქნება ამ ქვეყნის მოქალაქე,
ისეთი რაღაცით, რაც არ აწყობს სისტემას. მაშინ იგივენაირად დაამთავრებს ყველა. ამიტომ ეს გულთან ახლოს უნდა მიიტანო, კი არა, ეს პირდაპირ ყველას ეხება. ეს ყველა სინამდვილეში მაგმოცემულობაში ვართ. ამიტომ აქედან ან გამოსვლისკენ ნაბიჯებს ვეცდებით, ან კიდევ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, საერთოდ სამართალი რო არ იარსებობს. ეხლა ეგ ხო ფაქტია, რომ რაც უფრო მეტ ადამიანზე გაუვა ეგ, შემდეგი და შემდეგი უფრო დაუცველია. ეგ არის ისეთი საკითხი, რომ დღეს რასაც უყურებთ, ხელისუფლება ძალიან გაბედული გახდა აი ამ თავის უხეშ კანონდარღვევების ქმედებებში. ანუ არანაირად არ უფრთხილდება იმას, რომ საზოგადოებაში შეიძლება ამას მოყვეს რამე პროტესტი. არ ეშინია მაგ მოცემულობას. სხვათა შორის ჩვენ აი მე დასაწყისში ვთქვი, რომ ძალიან მაინტერესებდა როგორი გამოხმაურებებია ხელისუფლებიდან ამ თემაზე. ძალიან რთულად ვიპოვე აქ-იქ რაღაცა მოკლე კომენტარები. მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში თითქოს საერთოდ არაფერი არ ხდება. არც აშუქებენ და სამაგიეროდ აი ძალიან საინტერესოა ბატონი კობახიძის განცხადებები, ანუ პრემიერ-მინისტრი რა ტალღაზე, ანუ რა სტიქიაშია. აი მოდი ჯერ მოვისმინოთ რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, გუშინ თუ გუშინ წინდელია ეს, ლაპარაკობდა ეკონომიკურ მდგომარეობაზე ჩვენს ქვეყანაში, რა მდგომარეობა და მომავალი პერსპექტივა როგორ გამოიყურება საქართველოსი და მე ვისაუბროთ იმაზე თუ რამდენად ერთსა და იმავე ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ, რამდენად ლაპარაკობს ახლა ეს ადამიანი იმ ქვეყანაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ქონდა ძალიან შთამბეჭდავი ზრდა, როდესაც დოლარში საქართველოს ეკონომიკა გაორმაგ და ორჯერ და მეტად გაიზარდა. ამას შექმნა რა თქმა უნდა დამატებით სამუშაო ადგილები, მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს შეიქმნა. აი თვითონ იმაში შეიძლება იყოს ხმა გათიშული. ხო, ამას ჩვენ ჩავდავთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ქონდა ძალიან შთამბეჭდავი ზრდა, როდესაც დოლარში საქართველოს ეკონომიკა გაორმაგ და ორჯერ და მეტად გაიზარდა. ამას შექმნა რა თქმა უნდა დამატებით სამუშაო ადგილები, მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს შეიქმნა 195,000 ახალი სამუშაო ადგილი, ამდენით გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი, გაორმაგდა დაახლოებით საშუალო ანაზღაურება მხოლოდ ამ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის საკმაოდ ოპტიმისტური, უბრალოდ ძალიან ოპტიმისტური. ჩვენ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ვართ, სამეულში ვართ. ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით ჩვენი ეკონომიკა ერთსულ მოსახლეზე ამ გათვლების თანახმად 2030 წლისთვის მიაღწევს $13,500, შესაბამისად საქართველო გადავა უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში. ხო, აი ეს არის პრემიერ-მინისტრის შეფასება და აი დღევანდელი მთავრობის ხდომაზეც დაახლოებით იგივე რიტორიკა გაიმეორა მან, აქაც ეკონომიკაზე ლაპარაკობს და სხვათა შორის ეხლა რასაც მოვისმენთ, აქ დემოგრაფიასაც და მიგრაციასაც ეხება და საინტერესოა, მოდი ესეც მოვისმინოთ და მე გავაგრძელოთ საუბარი. მარტის თვეში ეკონომიკური მასშტაბი შეადგინა 9% და პირველი კვარტალის საერთო მაჩვენებელი არის 9.3%. ასევე პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესულდა 120 მილიონი ლარის გადაჭარბებით, რაც არის ბუნებრივი ეკონომიკური ზრდის შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდა გასულ წელს 2024 წელს დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყანა დატოვა იმასე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა, მათ შორის კონკრეტულად მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების ნაწილშიც გვაქვს დადებითი მიგრაციული სალდო, ქვეყანაში 150 ადამიანით მეტი შემოვიდა დაახლოებით, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები ჩვენს ქვეყანაში და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ბუნებრივი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის
შენარჩუნება ეხება სხვა დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, როგორც არის დაბადების მაჩვენებელი, განქორწინების მაჩვენებელი, აქ გვაქვს სამწუხაროდ არასახარბიელო ვითარება და ამ საკითხზეც არის აქტიურად სამუშაო. ხო, ესე იგი ყველაფერი იზრდება, ყველა პარამეტრი მაღალია. მოკლედ ყველაფერი კარგად არის, ერთადერთი ახლა დემოგრაფიულად და ამაზე სამუშაო არისო. მაგრამ სხვა ყველაფერში ძალიან კარგად გვაქვს საქმე, ეკონომიკა იზრდება. წინა რაც მოვისმინეთ იქ თქვა რომ 195,000 თქვა მე მგონი ხო, არ მინდა ციფრი შემეშალოს, მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრი იყო. აი ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნაო, 195,000 სამუშაო ადგილი, ერთ სამუშაო ადგილზე უცოტა 5 კაცი ხომ უნდა მუშაობდეს. ერთ იმაში რა ქვია, სამუშაო ადგილი ერთ ადამიანს გულისხმობს, მაგრამ რაღაცა ობიექტზე თუა საუბარი, ქარხანა თუ ან რაღაცა ეგეთი პატარა საწარმოა, 3-4 კაცი ხომ უნდა მუშაობდეს და ჩვენ ვხედავთ რომ ეხა მაღაროების თემის გარშემო ვსაუბრობ და იმიტომ გავუშვი ეს ყველაფერი ერთი ქალაქი რჩება ჰაერში. დაახლოებით 3,500 სამუშაო ადგილზეა საუბარი, რომელსაც ერთი ხელის მოსმით კარგავენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი ადამიანის უკან ოჯახის სახით ცოტა 3-4 ადამიანი მაინც დგას, გავამრავლოთ ეხლა 3,500 და დაახლოებით 15-20,000 ადამიანის ბედზეა ლაპარაკი. არავინ არაფერს ანაცვლოდ არ სთავაზობს. ეხლა ადამიანს რო ისეთ რაღაცას სთავაზობ, რაზეც ფიზიკურად ვერ დაგთანხმდება, ძალიან რომ უნდოდეს, ხო, აი, რო აზრი არა აქვს, ეხლა მაგალითად იგივე გლოვერების თემაზე როცა ვლაპარაკობდით, გლოვერებს პირობითად ვეძახით, თორე ვოლტიც არის და სხვადასხვა კომპანიებია, ხო? და ეხლა ის ვინმემ კი არ გააგდო, კი არ გაყარა ეს ხალხი. უბრალოდ, რავი, დღეში მანამდე თუ აკეთებდა სიტყვაზე 20 ლარს, გაუხდა 7, გაუმესამედ და გაგდება აბა რა არის. არაფერში არ ყოფ, აზრი არა აქვს, ყველა სამუშაო იგივეა, იგივე შრომა, ანაზღაურება, რომ არაფერში არ ყოფნის. ეგ მაგას შეთავაზება არ ქვია, იმიტომ რომ ეხლა ვიღაცა გამოხდება და იტყვის, რომ რატომ მაგას თავაზობ, იმიტომ თავაზობ ისეთ რაღაცას, რომელსაც უბრალოდ ფიზიკურად ვერ წამოყვება. მაგაზე აზრი არა აქვს, ხო? ჰაერში ტოვებენ ამდენ ადამიანს და ამ დროს თავრობის მეთაური გვეუბნება, რომ აი, რაც ეხლა ჩვენ მოვისმინეთ, ნახევარი სიმართლე რო იყოს, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით მთლიანად ქვეყანა. აი რა ხდება? მოდი ამაზე ვისაუბროთ. რატო არის ეგეთი კონტრასტი ამ შეფასებებსა და იმ რეალობას შორის, სადაც რიგითი მოკვდავები ცხოვრობთ? პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ საერთოდ ეკონომიკა ეგეთი რამე არსად არ ხდება, რომ რაღაცა ქვეყანაში თუ რაღაც კატასტროფა არ ხდება, ომი თუ არ ხდება, ან რამე რაღაც გარედან ჩარევა, ან რაღაც კრიზისი თუ არა აქვს, საერთოდ ეკონომიკა ყველგან იზრდება. ეგეთი რაღაცა არ არსებობს, რომ ზოგადი ეკონომიკის შემადგენლობა კლებულობდეს. უბრალოდ პრობლემა რაში მდგომარეობს? ეკონომიკა როგორ არის გადანაწილებული, ანუ ამა თუ იმ ბიზნესის მოგება, რესურსები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მოსახლეობაზე როგორ არის გადანაწილებული, მანდ არის დიდი სხვაობა. მანდ არის დიდი განსხვავება სხვადასხვა ქვეყნებს შორის. საქართველო არის უკიდურესად ისეთი ტიპის ქვეყანა, რომ ძალიან ცოტა ადამიანის ხელში აკუმულირდება მთელი ეკონომიკის დოვლათი და დანარჩენი მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში რჩება. ესეთი ქვეყანა, ანუ ეკონომიკას ვიღაცა რო ითulis აი ასეთი ფორმით, რომ აი ზოგადად აი ასე რაღაც ციფრებს შეხედა და რაღაცა ციფრები იზრდება. ეგ ციფრები არ გამოხატავს სინამდვილეში რა ხდება, იმიტომ რომ სინამდვილეში რა ხდება ეგ არის მნიშვნელოვანი. აქ როგორი რაღაცა იცი? ეხლა დარწმუნებული იყოს ყველა იმაში, რომ აი უცბად მონათფლობელობა რო აღდგეს, ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება.
კიდევ უფრო გაიზრდება ეკონომიკა, იმიტომ რომ საერთოდ უფასო თამუშავენ და ვიღაცები შიმშილ ციფრები ხო, ვიღაცები შრომით მოკვდებიან, იმდენს ამუშავებენ და ციფრები გაიზრდება. მაგრამ ეგ იმას ხო არ ნიშნავს, რომ კარგი ცხოვრება ამ ქვეყანაში. ეგ ციფრები პირდაპირ კი არ გამოხატავს მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველას რომ ეს მოდის, ეს რაღაც აი დათვლილი რაღაც სტატისტიკები და ციფრები, ეგ არის კი ბატონო, ეგ სიმართლეა, რომ სხვილი ბიზნესმენების ჯიბეები გასქელდა. კი, ეგ მართლა ბანკები დიდ მოგებაზე გადიან. ბანკები ძალიან დიდი სათამაშო ბიზნესი იმხელა. აი ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სათამაშო ბიზნესი იმხელა მოგებაზე გადიან, რომ სხვა ქვეყნებში ფილიალებს ხსნიან ქართული სათამაშო ბიზნესი. ანუ კი ბატონო, ძალიან დიდ მოგებებს ნახულობენ ეს ბიზნესები, მაგრამ ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონე უმჯობესდება. არა, ცხოვრების დონეს რა გამოხატავს? ცხოვრების დონეს გამოხატავს დემოგრაფიული პრობლემები. ხალხი იმიტომ გარბის, იმიტომ ცოტავდება მოსახლეობა, რომ ეს ბალანსი აი ეს უთანასწორობა იზრდება კიდე უფრო აშკარა ხდება, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც სასამართლო, არც პოლიცია, საერთოდ არაფერი არ იცავს. ეგეთი ადამიანები არსებობენ და არსებობენ ადამიანები, რომლისაც არის პოლიციაც, სასამართლოც, რომელსაც საერთოდ ეს ყველაფერი ემსახურება, რომლის ჯიბეს იცავს ეს ყველაფერი და რომლის ჯიბის გასქელების პირობებს ქმნის ეს ყველაფერი. ანარჩენებს სხვა გამოსავალს არ უტოვებს, გარდა რომ ქვეყანა, ეხლა მაგალითად თუნდაც მაღაროერებს რა ბედიც ეწიათ და აი რაც ეხლა შენ თქვი რომ ბოლოს დასრულდა ადამიანების დაჭერით. ხო? ეხლა ამას გვერდიდან მაყურებელი ჩვეულებრივი ადამიანი რო უყურებს, იმას ხო უკვე თუ აქამდე ყოყმანობდა წავიდე არ წავიდე აქ თუ არა ამ ქვეყანაში დარჩენას, იმისთვის ხო ეგ ბევრისთვის შეიძლება აღმოჩნდეს წერტილი, რომ აქ დარჩენას აზრი არა აქვს. აქ შანსია, უშანსო ქვეყანაა პრაქტიკულად ჩვეულებრივი ადამიანისთვის.